მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე ვარ სოსო სალუქვაძე, ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ ამერიკის კონტინენტზე, მოვწყდებით ცოტა, ასე ვთქვათ, ძველ სამყაროს და ამ მოგზაურობაში დაგვეხმარება და გაგვიწვება ჩვენ ძალიან საინტერესო პიროვნება, ბატონი არჩილ გეგეშიძე, გეოგრაფიის დოქტორი, დიპლომატი, კარიერული დიპლომატი, რომელსაც პატივი ხვდა წილად, რომ ჩვენი ქვეყნის ელჩი ყოფილიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში. ამჟამად არჩილი ასევე ძალიან კარგი და ქმედითი ფონდის, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორია. არჩილ, სანამ მე დაგითმობდი ასპარეს ამ საინტერესო მოგზაურობის, ასე ვთქვათ, გასაშუქებლად. ორ სიტყვას ვიტყვი, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებით ჩემი დახასიათება ნამდვილად არ ჭირდება. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც, რადგანაც ისე მოხდა, რომ ძირითადი ჩვენი მტერი იყო ბჭყალებში ვამბობ ამას, ოღონდ ნაწილობრივ ბჭყალებში, როდესაც საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, ხო? ამაზე უფრო საშინელი მეტოქე და მტერი ჩვენ არ ვყავდა მაშინ და შემდეგ მთავარ მეგობრად და პარტნიორად გადაიქცა, როდესაც დამოუკიდებლობა მივიღეთ და დღესაც ასე გრძელდება, იმედია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ჩვენი პარტნიორობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაზე საუბარი ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჩვენ არ გვექნება რაღაც პოლიტიკური საუბრები იმდენად, რამდენადაც გვექნება უფრო კულტურაზე, ხალხზე, გეოგრაფიაზე და ამგვარ საკითხებზე მსჯელობა და მეორე იმიტომ არის ამერიკის შეერთებული შტატები მეტად მნიშვნელოვანი, რომ ის დღემდე რჩება ყველაზე უფრო დიდ ეკონომიკად მსოფლიოში, ყველაზე უფრო გავლენიან ქვეყნად. რა თქმა უნდა, რთულია იმის თქმა დღეს მონოპოლარულია მსოფლიო როგორც ჩანს არ არის, ხო? თუ პოლიცენტრული, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პოლუსი რო არის, ამაზე ორი აზრი არ არის. პირველი, რაც მე თქვენ მინდა რომ კითხოთ, არის ესეთი რამ, რამდენად პასუხისმგებლიანი, ასე ვთქვათ, მისიაა და რას ნიშნავს საერთოდ შენი ქვეყნის ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მადლობა, ბატონო სოსო, მაინც. ხო, მოდი, შენობით ან ფორმალურ იმას გავანებოთ თან. ასიაჯებს. მადლობა წარდგენისთვის, პირველ რიგში, ზოგადად ამ გადაცემაში მოწვევისთვის. ეს დავაზუსტებდი თქვენი წარდგენიდან, რომ მე კარიერული დიპლომატი არ გახლავართ. მე კი მაქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ერჩის დიპლომატიური რანგი, მაგრამ თავად დიპლომატიურ ასპარეზზე მე, ესე ვთქვათ, კარიერული გზა ყველა საფეხური ასე გავლილი არ მაქვს. ჩემი შეერთებულ შტატებში ჩემი ეს დიპლომატიური მისია იყო პირველი, ჯერჯერობით ერთადერთი და ვფიქრობ ალბათ მეტი არც მექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებით განპირობებული და არა იმ კარიერული. აი რა კარგია არჩილ, რომ შეიძლება მეგობარზედაც რამდენი რამ გაიგო აი ამ ჩვენი გადაცემიდან, ხედავ. კი ბატონო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი თქვენ მთავარ კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ როგორი გზითაც არ უნდა მოხვდე შენ ამ ამპლუაში და ამ ასპარეზზე, ნებისმიერ შემთხვევაში ის პასუხისმგებლობა, რაც ამ თანამდებობას, ამ მისიას ახლავს, ის არ იცვლება და მე ვფიქრობ, რომ ყოველი შემდგომი ელჩის მისიის ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში მისიის პასუხისმგებლობა არათუ არ მცირდება, არამედ უფრო და უფრო მეტად იზრდება, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მე ხლა არ მოყვები იმას რა წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ან ეხლა თუნდაც რაც ხდება ჩვენს სიახლოვეს
და არც იმას გამოვრიცხავ და უფრო მეტის დარწმუნებული ვარ, რომ ეს სირთულე ჩვენი გეოპოლიტიკური გარემოში ალბათ კიდე დიდხანს შენარჩუნდება და ასე დროს შეერთებულ შტატებთან ჩვენი სიახლოვე და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის. ეს უბრალოდ წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევძლოთ არსებობა და შემდგომ რაღაცა გარკვეულ პერსპექტივაზე ფიქრი, მაგრამ იმისათვის რომ განვითარდე, ამისათვის ასევე რესურსი გჭირდება და შეერთებულ შტატებს საერთოდ სწორედ აღნიშნეთ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლუსი გახლავთ დღეს არსებულ ასე ვთქვათ საერთაშორისო ასპარეზზე. დიახ, და ეს არა მარტო მისი სამხედრო ძლიერებით განისაზღვრება, არამედ განისაზღვრება ასევე მისი ძლიერი ეკონომიკით და არა მარტო ეკონომიკით, ძალიან ბევრი სხვა რესურსი გააჩნია შეერთებულ შტატებს ისეთი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას განვითარების ამ ეტაპზე მყოფს და შემდგომ რა თქმა უნდა მომავალშიც ამ რესურსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ საელჩოს და მის განსაკუთრებით მისი მისიის ხელმძღვანელის მთავარი საზრუნავი არის ის, რომ აი მაქსიმუმი მიიღოს ამ დიდი ასე ვთქვათ რესურსების მქონე ქვეყნისგან, რომელიც შენთან მეგობრობს, სტრატეგიული პარტნიორია, მიიღოს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის, ისე კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და ყველა სფეროში. არჩილ, ძალიან დიდი მადლობა ამგვარი, ასე ვთქვათ, დახასიათებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ცნობილია თითქოს ყველასთვის, მაგრამ როდესაც შენ გიწევს ამის განხორციელება, ალბათ განსაკუთრებული გამოწვევაც არის ყველაფერთან ერთად და ერთგვარი პატივიც არის. ეხლა მე შედარებით უფრო მარტივ, თუმცა შეიძლება პასუხის გასაცემად არ იყოს მარტივი კითხვას დაგისვამთ. ნუ გასაგებია რომ ამერიკა უზარმაზარი ქვეყანა არ არის, ერთი ქალაქის ქვეყანა, ერთი ადგილის ქვეყანა, მაგრამ ნუ იმის გამო რომ მას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, თავისი ასე ვთქვათ ისტებლიშმენტის ძირითადი თავმოყრის ადგილი, სადაც საელჩოებიც მათ შორის არიან განლაგებული. ალბათ ვაშინგტონის შესახებ გვექნება ძირითადად დასაწყისში ყოველ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ რომ იქ დამკვიდრდით თქვენ, თუმცა მე ვიცი რომ თქვენ მანამდეაც ხართ ნამყოფი და სხვა ადგილების ასე ვთქვათ გამოცდილებაც გაქვთ, მაგრამ მოდით ჩვენი მაყურებლისთვის, ჩემთვისაც მეც ვარ ნამყოფი ორჯერ სამჯერ, მაგრამ კარგად ამ ქალაქს ნამდვილად არ ვიცნობ, ეგ არ არის საკმარისი რაოდენობა, რომ ესეთ სისტემატურად გაიგრძნო ეს ქალაქი. გითხარით, რას ნიშნავს ვაშინგტონში ცხოვრება? დიდი ხნის განმავლობაში, თანაც იმ ასე ვთქვათ, ამპლუით, იმ პოზიციით, რომელიც თქვენ გქონდათ, ხო, რომელიც არ არის არასპეციფიკური, ძალიან სპეციფიკური. არ არის მარტივი საფასურო შეკითხვა და თავიდანვე ვიტყვი რომ მე ალბათ ბევრი პლასტიც არ მაქვს პრეტენზია რომ აი თქვენ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შემიძლია, იმიტომ რომ მიხედვით იმისა რომ მე რამოდენიმე წელი დავყავი ვაშინგტონში და ფაქტობრივად ვიცხოვრე ვაშინგტონში, მე ჩემთანს არ ვაძლევ იმის უფლებას რომ ვთქვა, ზოგადად განვაცხადო და მქონდეს პრეტენზია რომ ამ ქალაქის ცხოვრების ყველა ასპექტი დავინახე, შევისწავლე და შესაბამისად სპეციალისტი გახდი ამ დარგში. ხო, ასე არა, მაგრამ უბრალოდ აი რა ვიცი, როგორ გითხრათ, აი მანამდე ხა თქვენ ბრძანეთ რომ მე რამდენჯერმე უკვე ნამყოფი ვიყავი ვაშინგტონში, აღარც მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ ესე იგი ყოველთვის ვიყავი სულ მოკლე ხნით ვაშინგტონში, სულ რამოდენიმე დღით მიწერდა ხოლმე ყოფნა და შესაბამისად ნუ ვახერხებდი მხოლოდ ვაშინგტონის აი ცალკეული ასპექტის ისიც იმისი რაღაცა ნაწილის შემჩნევას, დანახვას, გაანალიზებას და მე რაღაცნაირად ამის საფუძველზე გარკვეული საბჭოების ჩამოყალიბება ასეთნაირად ხდებოდა ხოლმე. ნუ რა ამპლუებში ვიყავი მანამდე, ნუ გახდით როგორც სხვა სამეცნიერო თუ სხვა ტიპის კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩასული, ისე და უმრავლეს შემთხვევაში სტაჟირებაც ჰქონდა თქვენ როგორც მე მახსოვს, ხო? სამეცნიერო ფულბრაიტის. ვაშინგტონში არა. არა, ვაშინგტონში არა, ამერიკაში. ეს იყო დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში იყო და ვაშინგტონში. ბოდიში შეგაწყვეტინეთ. ხო, ვაშინგტონში, ესე იგი ვაშინგტონში ძირითადად აი ოფიციალურ დელეგაციების შემადგენლობაში ვიყავი და მანამდე
ჩემი წინარე სამსახური, რომელიც ასევე იყო საჯარო სამსახური, მაშინ მიწევდა ოფიციალ დელეგაციების შემადგენლობაში ყოფნა და აი ასეთ ამ ამპლუით ვიყავი ხოლმე რამოდენიმე დღით ვაშინგტონში და ხშირად აი კორტეში ჩაჯდებოდი და გადაადგილდებოდი და წუთი-წუთზე იყო გათვლილი და მანქანის ფანჯიდან თუ რაღაცას დაინახავდი მოკრავდი თვალს და ასე შემდეგ. მაგრამ აი ახლა რომ მომიწია ჩასვლა ამ დიპლომატიური მისიით და იქ უკვე დაფუძნება, უკვე არა როგორც უკვე ასეთ მოკლეხნიანი ვიზიტორის თვალით, არამედ უკვე როგორც აი მაცხოვრებელი ადამიანის რეზიდენტის თვალით შეხედვა და დანახვა მომიწია ზოგიერთი რამის. რაც პირველ რიგში თვალში მეცა იყო ის, რომ ეს ქალაქი არის ძალიან თავისებური, თავისი რიტმით, ცხოვრების რიტმით. უფრო სიმშვიდეა მაგალითად ამ ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლავთ ცენტრი, პოლიტიკური ცენტრი, ადმინისტრაციული ცენტრი, მთელი ქვეყნის სამხედრო უზარმაზარი და არატიპური ამერიკული ქალაქია, თუ მკითხავთ, ხო? კი, ნამდვილად ასეა და ასევე მაინც მინდა ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით, ეკოლოგიური ძალიან მწვანე ქალაქია. მწვანე ქალაქი. ძალიან მშვიდი, მწვანე ქალაქია, როგორც ქალაქის ცენტრში, ისე მის გარეუბნებშიც ეს შეიმჩნევა, ეს მშვიდი რიტმი ცხოვრების და არქიტექტურულად სხვანაირია, წარმოგიდგენია ამერიკა შეერთებული შტატები ეს არ არის ცათამბჯენების ამერიკა. ხოცნილი ცათამბჯენები, ასე არ არის, არც ერთი ცათამბჯენი არ არის სხვადასხვა ვაშინგტონში და ამან მიიქცია ყურადღება, აგრეთვე მიიქცია ყურადღება, მაგალითად აი სიმშვიდეზე რო ვლაპარაკობთ, საბავშვო ბაღიდან ან სკოლის და დასაწყისი კლასებიდან რომ გამოყავთ მოსწავლეები სადღაც ექსკურსიაზე რომ მიყავთ, ეს მშვიდად მიდიან ერთმანეთზე ხელით ჩაბმული კი არ არიან, რაღაცა თოკით ასე გადამული პატარა ბავშვები და რაღაცა ასე მიდიან, ასე გადადიან ქუჩაზე, ასე აგზელებენ გზას მერე ტროტუარზე, მშვიდად და მშვიდად რომ ვამბობ, მათ შორის გულისხმობ და აქაც ერთ-ერთ ასპექტს ვახსენებ ახლა, თვითონ ის მოძრაობის საავტომობილო მოძრაობის კულტურას, როდესაც უსაფრთხოებას, როდესაც ფეხით მოსიარულეს დიდი უპირატესობა ეძლევა უმაღლესი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი და ნებისმიერი მანქანა, რომელიც ასე ვთქვათ, ანუ შენ გინდა თქვა, რომ ზებრაზე აჩერებენ. ხო, და ეს ჩემთვის იმ დროს იყო ისეთი, როგორ გითხრათ, საინტერესო სიახლე. ხო, რო გითხრათ, მანამდე არსად არ მინახი, მაგრამ ამას სისტემატურად უყურებ და როცა ხედავ, რომ ეს არის ცხოვრების წესის ნაწილი უკვე, რაღაცნაირად უკვე გიჩნდება სურვილი, რომ ისურო იგივე შენს ქვეყანაში. დღეს ახლა ეს თბილისში ნაწილობრივ შეხვდები ამას, ალაგ-ალაგ, მაგალითად აი ესეთი ძალიან ესეთი, როგორ გითხრათ, აი მომაბეზრებელი სიდინჯით შენს წინ მიმავალი მანქანა უცებ რომ გაჩერდება, ჩართავს ეს სასიგნალო ნატურებს და აპირებს უკუსვლით ჩადგეს სადგომზე, ავტოსადგომზე. ის ამას აკეთებს, აი ჩვენი დღევანდელი თბილისის ტემპს თუ ავიღებთ ძალიან ელა, ზედმეტადნელა. ანუ ბევრ შეურაცხყოფელ გამოგვანეთქმას გარაკენი აბანე და უკან ამ დროს ყველა ელოდება. მოთმინებით ელოდება, დგას უზემაზარი რიგი მანქანების, სანამ ეს არ ჩააყენებს. ჩემო არჩილ, აგიხსნი რაშია ჩემი აზრით საქმე. რა ეჩქარებათ, სად ეჩქარებათ, რა საქმე აქვთ იმათ. არა, ეხლა ჩვენ ვართ დაკავებულები და გვეჩქარება ესეთ დღეში რო იყვნენ, ისინიც ესეთი მოუთმენებად იქნებოდ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ყველაფერი. კი ბატონო, ხო, მოკლედ აი როგორ გითხრათ, აი ეს პირველი შთაბეჭდილებები თავიდან რო ჩავედი, აი ამასთან იყო დაკავშირებული. მე უკვე თვითონ ჩემი საქმიანობა, რასაც მოითხოვდა, ანუ იმ შესაბამის წრეებში ტრიალი, თვითონ პრაქტიკული დიპლომატიური საქმიანობა, რაც მომარევს რა კონტინენტთან კოლეგებთან საუბარი, უცხო ქვეყნის მისიის ხელმძღვანელებთან, რომლებიც ასევე აკრედიტებული იყვნენ ვაშინგტონში, 193-14 ის არის საქმე დიპლომატიური მისია და ამ ხრივ ერთ-ერთი, დიდი ქალაქი გახლავთ. გარდა ამისა, ვაშინგტონი სოფლიო ბანკია და სოფლიო ბანკის სავალუტო ფონდი, მაგრამ ასევე
ვაშინგტონი არის მსოფლიოში ქალაქი, სადაც ყველაზე მაღალი კონცენტრაცია არის ეგრეთ წოდებული სააზროვნო ცენტრების, think tank-ების და ყოველთვის რაღაცა დღე არ გავიდოდა რომ ერთი მინიმუმ ან 2 და 3 საინტერესო ღონისძიება ამ სხვადასხვა think tank-ში გამართული იყო და არც კი იცოდი, აბა რომელი ამოგეში საწასული ყავ, იმიტომ იმდენად საინტერესო იყო და პროფესიულად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პრაქტიკულ დიპლომატიას ასე ვთქვათ, მიყვები, აუცილებლად უნდა იცოდე რაღაცა კონტექსტი და ესე იგი რა კონტექსტი გარემო და ამას შენ იღებ ამ აკადემიური წრეებიდან და თქვენი საყვარელი ადგილები რომელი იყო, სადაც დადიოთ, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რაც პროფესიულადაც და თანამდებობრივადაც გევალებოდათ. ანუ ასე ვთქვათ, კლასგარეშე. კი ბატონო. სამსახურ გარეშე. ნუ ასევე ვაშინგტონი ცნობილია თავისი მუზეუმებით, მოგეხსენებათ. მუზეუმებით, უმდიდრესი მუზეუმებით იმ თვალსაზრისით, რომ პროფილის და მიხედვით, ესე იგი, თვითონ ექსპონატები თვითონ კონცეპტუალურად როგორ არის გაფიქრებული ეს მუზეუმები, რომ მას ჰქონდეს ერთდროულად სასწავლო ფუნქციაც, შემეცნებითი ფუნქციაც, თან უფასოა და ბევრი უფასოა ეს დიდი უპირატესობა ნამდვილად ასია. მარტო მაგიტომ ის ჩასულა. და ტურისტები, რაც ქალაქს ასე იგი სტუმრობს ყოველწლიურად, მათი დიდი გარკვეული ნაწილი, რა დიდიც არ ვიტყვი, მაგიტომ ნაწილი მხოლოდ ამიტომ ჩამოდის და ძირითადად სხვაშორის ამ ტურისტების, ვინც ამ მიზნით ჩამოდის ხოლმე ქალაქში, არიან შეერთებული შტატების სხვა ქალაქებიდან ჩამოსულები. ეს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, წარსულს, რაღაცა გეოგრაფიას, კოსმონავტიკას და ასე შემდეგ გაეცნონ, აი ჩამოდიან დედაქალაქში ამ ყველაფრის სანახავად. ხო, ეს კოსმოსური მუზეუმი ერთ-ერთი ჰაილაიტია, ხო, საინტერესოა. თან ერთი არ არის, კიდე ორი რამდენი მუზეუმი ესეთი და ნუ ხელოვნების მუზეუმებზე აღარ ვლაპარაკობ, მათ შორის კერძო მუზეუმებიც არის, არა მარტო. კი ბატონო. სადაც მეც მომიწია ყოფნა და ძალიან ბუნებისა და ბუნების ისტორიის მუზეუმი. ბუნების ისტორიის საოცარი მუზეუმებია. ნუ გალერეებზე აღარ ვამბობ. ხო, მაგრამ აი მუზეუმს რო კეტავდნენ, მე რა შვებოდი. ხო იხურება ეს მუზეუმი. ხო. ხლა ვეკითხათ რომ ეს ქალაქი რაღაცა დაპირდებით გართობის მოყარულებზეა გათვლილი, ასე ნამდვილად არ არის. აი გართობის მოყარულებისთვის ალბათ ცოტა მოსაწყენი იქნება, მაგრამ აი ოჯახური ცხოვრებისთვის საცხოვრებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე კაი კომფორტული ქალაქია შეერთებულ შტატებში და რა ვიცი, შეიძლება უფრო ფართო მასშტაბითაც, მაგრამ ეხლა თასისიც არ არის რომ სამსახური საათები დამთავრდება, არაფერი აღარ ხდება და ნუ მაგალითად აი შესანიშნავი საკონცერტო დარბაზები აქვთ მათ. სპორტული ცხოვრება ვაშინგტონსაც ეხება, იქ ვაშინგტონს ყავს თავისი კალათბურთის გუნდი, ჰოკეის გუნდი, ბეისბოლის გუნდი. ხომ არ ყოფილიყარ მე? ერთხელ გახდით, დიახ, ერთხელ გახდით, მინდა რა თქმა უნდა. ცნობის მოყოლების თვალსაზრისით. მოგიწევთ, იმ მომენტში მე რაღაცას ვგებულობდი, იმიტომ რომ ახლა ადამიანი, ვინც დაპატიჟე, ვინც სამიყვანა კომენტატორი და მიხსნიდა რომ აი ახლა რაც ხდება, მოედანზე აი ამას ნიშნავს და ამიტომ აი მნიშვნელოვანია და ახლა იმას შეიძლება მეორე გუნდმა ასე მით უპასუხოს და აი ამით რაღაცნაირად და თან ტაბლოზეც უცნაურად ინფორმაცია უცნაურად გამოდის თუ ვერ ერკვევი, ვერ გაიგებ რა იწერება, რისთვის იწერება, ქულები როგორ იხლება სისტემა, როცა თამაშს არ იცნობ. და იმ მომენტში გავიგე, მაგრამ მე იმის მერე მართალი გითხრა, აღარ მინიმუმი თამაშის ხო, ამიტომ ახლა დღეს რო შემეკითხოს ადამიანებს ბეისბოლის წესები და ასე თქვათ თვითონ ეს დინამიკა თამაშის რა და როგორ არის, არ მაქვს პრეტენზია. აი საკონცერტო დარბაზებზე ვამბობდი, ერთ-ერთი ცნობილი დარბაზი ეს კენედის სახელობის საკონცერტო დარბაზი, სადაც აი როგორც ამერიკული, ისე მსოფლიო აი კულტურის მოწინავე დასები, ანსამბლები, სოლისტები ჩამოდიან ხოლმე ძალიან ხშირად და აი მისი აფიშა ძალიან საინტერესო იყო ხოლმე და ინტერესი დავდენოდი ხოლმე თვალს იმ აფიშას და როცა მქონდა საშუალება ვცდილობდი რომ მისულიყავი. ნუ ჯაზი რა თქმა უნდა ჯაზის ქვეყანა. აი მაგაზე მინდოდა კითხვა, მაგიტომ გაწყვეტინებდით კიდევაც, მე ვიცი რომ თქვენ ჯაზისა და ამგვარი პოპულარული მუსიკის დიდი მოყვარული ლაგი თქვენ გითხარით, ბრძანდებით, ხო? და რა გამოცდილება მიიღეთ იქიდან? ვაშინგტონი არ არის ახლა შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, ჯაზის ცენტრი.
ხო, მაგრამ ნუ მაინც დედაქალაქია იქ მოსახლეობის რაოდენობა დიდი ქალაქი არ გახლავთ, მილიონიანიც კი არ არის ვაშინგტონი, მაგრამ ხო მთელი სოფლიოდან არის ჩამოსული ხალხი დიპლომატიურ კორპუსის მმართველობაში პირველ რიგში ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეული კონიუნქტურა მოთხოვნილება ამ ჯაზზე, როგორც წმინდა ამერიკული ფენომენისთან ზიარების, რა თქმა უნდა, არის. და აქედან გამომდინარე, პრესტიჟული ჯაზ კლუბებიც გახლავდა, ერთ-ერთი მთავარი არის Blues Alley ქვია, Blues Alley, თუ შეიძლება ტერმინს ასეთნაირად, სადაც შეერთებული შტატების პირველ რიგში წამყვანი ჯაზის მუსიკოსები აუცილებლად ჩამოდიან ხოლმე. ნუ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასეთი ჯაზ კლუბია შეერთებული შტატების მასშტაბით, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ეს ზოგიერთი სამხრეთის შტატი, ნეშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ვაშინგტონიც ერთ-ერთია და ეს Blues Alley იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც ასე დროს მივიდოდი ხოლმე საშუალებრივ და აგრეთვე პროფესიული თვალსაზრისითაც საინტერესო იყო, როდესაც მაგალითად იქ ჩვენი სახელოვანი მუსიკოსი, რომელიც მაშინ იდგამდა ფეხს და უკვე საყოველთაოდ ამერიკის მასშტაბით ყოველ შემთხვევაში აღიარებული გახდა ჩვენი სახელოვანი ბექა გოჩიაშვილი, როცა ჩამოდიოდა ხოლმე თავის მენტორთან, სტენი კლარკთან ერთად, ცნობილ ჯაზის ჩელოს დამკვირვებელთან ერთად გამოდიოდა ბენდის ფარგლებში და მე ჩემი კოლეგა დიპლომატები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მიმყავდა იქა და სიამაყის გზობით ვივსებოდი ხოლმე, როდესაც ისინი აღრთოვანებული რჩებოდნენ ხოლმე ამ ჯაზის და ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო ადგილი იყო ჩემთვის. არჩილ მე უბრალოდ ახლა გამახსენდა კიდევაც სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება რომ შენთან ერთად ვაშინგტონში ვთქვათ იგივე ამ Blues Alley-ში ყოფილიყავ, მაგრამ როდესაც ამერიკაში გახლით შენი დაპატიჟებით Blue Note-ში მივედით, რომელიც ძალიან კარგი იყო. ამაზე აღარ მოგთხოვ მე შენ ასე ვთქვათ კომენტირებას, იმიტომ რომ სხვა რამე მინდა გკითხო და ამ დროს რა თქმა უნდა ეს ისეთი თემებია, რომ ძალიან დიდი ხანი ჭირდება შეიძლება მასზე საუბარი. მე მინდა ესეთი რამ გკითხო, თავისთავად ვაშინგტონში ცხოვრება ჩემი აზრით, რასაც შენ ამბობ, საკმაოდ კომფორტული და კარგი იყო, არ იყო არც სტრესული და ამავე დროს მდიდარი თავისი შესაძლებლობებით. სხვაგან სად მოგიწიათ ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ ელჩი იყავით და ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაძლოა მის გარეთაც მოგწეოდათ მისიები და რას გაიხსენებდით აქედან. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ასე ვთქვათ, პატარა მიმოხილვას თუ გავაკეთებდით, ცუდი არ იქნებოდა. სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, პატარა კორექტირებას გავაკეთეთ თქვენი კითხვის ფორმულირებას იყო, რომ სტრესული არ არისო. სტრესული იყო, მაგრამ იყო წმინდა ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო, იმიტომ რომ მისია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ამ დროს ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპს გადიოდა თავისი განვითარების. ჩემი მისიის დასაწყისი დაემთხვა აქ ისეთ უცნაურ პერიოდს, როდესაც ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა იყო ფაქტიურად ხელისუფლებაში, კოჰაბიტაციაში მოუყევი, როგორც ითქვიან. და ასე დროს, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთის ოპონენტი ძალა, პრეზიდენტის ინსტიტუტი და შენობა პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ, თავად ეს აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც ასე გახლეჩილია და ამ დროს შენ ხარ ელჩი, შენ უნდა წარმოადგინო მთელი ქვეყანა. და ასე დროს ბალანსის დაცვა ძალიან რთული საქმე გახდათ და ეს ძალიან დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით, მაგრამ აი ის დანარჩენი კომპონენტები თვითონ ცხოვრებასაც შეეხება ვაშინგტონში, ის აკომპენსირებდა ამ ეხლა შეეხება თქვენ კითხვას სხვაგან სად თვითონ შეერთებული შტატების ფარგლებში. არა მხოლოდ, მე არ ვიცი რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ჩამოთვლით, მაგრამ აი განსაკუთრებულად რას გამოარჩევდით, მაგას გითხავთ. ნუ ახლა თვითონ იქ ვაშინგტონში ამ მისიით ყოფნა არ ნიშნავს მარტო ეწოდებული სარტყლის შიგნით ყოფნას, Beltway ქვია, რომელთაც შემოიფარგლება ეს ვაშინგტონი როგორც ქალაქი, ხო? მის გარეთაც არის ის უზარმაზარი ასე ვთქვით რესურსები. ქვეყანა არის ძალიან ასე ვთქვათ დივერსიფიცირებული,
მრავალფეროვანი, კონტრასტული და შესაბამისად მასთანაც უნდა იორთიორთო, მით უმეტეს რომ შენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ იქ. განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, იქ ნიუ-იორკის საერთოდ ზოგადად ნიუ-ჯერსის შტატში, მაგრამ დასავლეთ სანაპიროზეც არიან. ძირითადად ეს ორი არეალია, სადაც ჩვენ დასახლებული. დარჩენილი უფრო გაფანტულად, მაგრამ ესე იგი შენ კი ყავს ჩვენ გენერალური კონსულები, რომლებიც მათთან ძირითადად ისინი არიან პასუხისმგებელი დიასპორასთან ურთიერთობებში, მაგრამ საერთოდ, რა თქმა უნდა, გარკვეულად ვალდებული იყო, მივთვლოდი ყოველ შემთხვევაში ვალდებულად, რომ შეძლებს დაგვარად მათთან გქონდა კონტაქტი. სხვადასხვა საქმე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ჩილო ამერიკის ეპარქია, ჩვენი ეკლესიის და ეპისკოპოსი მეუფე საბაინსკირველი, რომელიც დღესაც მოღვაწეობს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა დიასპორამ რაღაცა ერთიანობა, ეს რაღაცა კულტურული თავისთავადობა რაღაცა შეინახოს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს წირი რესურსები აქვს იმისათვის, რომ დიასპორას დაეხმაროს იქ, იმიტომ იქ არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების დიასპორები, რომლებიც დიდი ხანია იქ არიან დაფუძნებული, შეკრულები და ასე შემდეგ, ბევრმა მათგანმა გარკვეულ სიმაღლებსაც მიაღწია იქ სოციალურ იერარქიაში და შესაბამისად განან ფეხზე კარგად და ჩვენი დიასპორა განსაკუთრებით ახალი ტალღის დიასპორა, რომლებიც თვითგადარჩენის რეჟიმშია, ფეხზე დადგომის რეჟიმშია, მიკედლებულები არიან, ძალიან შრომატევად დაბალ კვალიფიციური შრომას ეწევიან, ასე რომ დახმარება ჭირდება, ბევრი მათგანი ამ ყველაფერს ვერ უძლებს, უჭირს რაღაცა და აი ამ დროს ეს ჩვენი ეკლესია და ეს ეპარქია ძალიან აქტიურად მუშაობდნენ მათთან, იფარებდნენ, ეხმარებოდნენ და რაც თავარია, ასევე თვითონ ეს რელიგიური დღესასწაულების დროს კრებდნენ ხალხს და ჩვენ ვცდილობდით, რომ საერთოდ მათთან კოორდინაციით რაღაცა ერთობლივათაც გაგვეკეთებიდნენ ეს ღონისძიებები და აი ეს მინდოდა აღმინიშნა აუცილებლად. დიახ, და რაც შეეხება სხვაგან, ხო, თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა იქ დიპლომატიური კორპუსისთვის, რომლის მიხედვითაც, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური კორპუსს ელჩებზეა პირველ რიგში საუბარი, სურვილის და მიხედვით აქვთ წელიწადში 3-4-ჯერ ამ სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის მიერ დაგეგმილ, ასე ვთქვათ, გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების საშუალება. და ვთქვათ, აი კალიფორნიაში მქონდა მაგალითად ჰაიტექის და სტარტაპების მიმართულებით ძალიან საინტერესო ეგრეთ წოდებული სასწავლო ტური, სტადი ტურს ეუბნებიან, მაგრამ ეს მაღალ დონეზე ორგანიზებული და ისეთი კომპანიების შტაბ-ბინებში მიგიწევს ყოფნა როგორც არის Microsoft-ი, მაგალითად Hewlett-Packard-ი და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო ამ ხრივ აი თემატურად ასეთნაირად ორგანიზებული ტური. ასევე საინტერესო ტური გახდათ სამხრეთის შტატებში, ტეხასში იყო ესეთი ტური ძალიან საინტერესო, იქ შორის შეხვდით მამა ბუშს, პრეზიდენტს, მათ გარდაცვლილია ბატონი და იგაც აი NASA-ში გახდით და თან ასე და VIP ტურები ეწყობა ხოლმე ესეთი ტიპის ჯგუფებისთვის და ძალიან საინტერესოდ და ხელმისაწვდომობა უფრო ინფორმაციას უფრო მეტი ასე დროს და ძალიან საინტერესო იყო. და ასე შეიძლება ყოველთვის ვერ ვახერხებდი, მაგრამ აი როდესაც მქონდა საშუალება აუცილებლად ვცდილობდი რომ ასე ტურში მიმეღო მონაწილეობა, ამიტომ აი ამ ესეთი გასვლითი ტურები ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის აღქმის, უბრალოდ აღქმის თვალსაზრისით. არჩილ, ჩვენი დრო ნელ-ნელა ასე ვთქვათ იწურება და მე არ მინდა რომ ისე ასე ვთქვათ დავემშვიდობოთ მაყურებელს, რომ არ გკითხოთ რა თქმა უნდა იმ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, რასაც ქვია თეთრი სახლი, იქ ასე ვთქვათ მიმდინარე პროცესი და თქვენ არა მარტო ეხლა მე რამდენადაც ვიცი ადრეც აი როგორც ახსენით რომ სხვადასხვა დელეგაციაში იყავით მოგიწიათ იქ ყოფნა და აი თქვენი განცდა თქვენი ასე ვთქვათ შტაბის სტილება
რა არის იქიდან რა თქმა უნდა ერთი მხრივ შეიძლება ყოველთვის სახელმწიფოს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი თქვენი პერსონალური გამოცდილება მაინტერესებს ამ თვალსაზრისით რა სპეციფიკა გააჩნია ამას. ზოგადად ეს თეთრი სახლი მოგეხსენებათ გახლავთ ძალაუფლების სიმბოლო. სადაც სოფლიო მასშტაბით, პლანეტარული მასშტაბით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღება და სოფლიოს ნებისმიერ წერტილზე ახდენს გავლენას ამ სივრცეში მიიღებული გადაწყვეტილებები. თუ რატომ არის ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ დიდი ქვეყნის დედაქალაქში ეს არის რეზიდენცია პრეზიდენტის, სხვათა შორის ვიცე-პრეზიდენტსაც აქვს იქ თავისი სამუშაო სივრცე, მარტო პრეზიდენტი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტს კიდე ცალკე ავტონომიური რეზიდენცია აქვს ბეთესდაში, ვაშინგტონის იქვე სიახლოვეს, მაგრამ თეთრ სახლშიც აქვს თავისი, ანუ ძალაუფლების კონცენტრაციაზეა საუბარი ამ შენობაში. განსაკუთრებით მისი დასავლეთის ფრთა, სადაც სამუშაო სივრცე არის პრეზიდენტის. დიახ, ეს ცნობილი ოვალური დარბაზი, სადაც პრეზიდენტის სამუშაო სივრცე გახლავთ, სადაც პრეზიდენტი იღებს აი ცნობილი ბუხრის ფონზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებს. დიახ, აი ეს ყველაფერი მე არაერთხელ მაქვს ნანახი, მათ შორის ექსკურსიაზეც სპეციალური ესეთი VIP დონის ექსკურსია გაკეთდა საქართველოსთან ჩამოსული მაღალი დონის სტუმრებისთვის და აი მასთან ერთად აი ასე ვთქვათ ეს დაათვალიერეთ ეს ყველაფერი. ეს არის სივრცე, სადაც პრეზიდენტი წელიწადში რამდენჯერმე ხვდება დიპლომატიურ კორპუსს და სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით და მოვლენებთან დაკავშირებით მიესალმება. რა თქმა უნდა, იქ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ის ძალიან ლამაზად მოირთვება ხოლმე და როგორც წესი პირველი ლეიდის გემოვნებით ხდება თეთრი სახლის მორთვა, დიზაინი და ასე შემდეგ. და აი ამ სივრცეში რო ტრიალებ, ძალიან სასიამოვნო განცდა გეუფლება და ზოგადად რო შედიხარ თეთრ სახლში, აი შედიხარ, იცი რომ შედიხარ ძალიან მნიშვნელოვან სივრცეში, სადაც აი ყველაფერი მათ შორის შენი სამშობლოს თან დაკავშირებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს, ამიტომ ეს განცდა ყოველთვის გააქვს და ამას გააჩნია ამ ყველაფერს საერთოდ თეთრი სახლის სივრცეში გადაადგილებას თავისი წესები აქვს, რაღაცა სივრცეები დახურულია, ზოგიერთი ღია და ასე შემდეგ. და ეს პროტოკოლის სამსახური ამ ყველაფერს აკონკრეტი მინდა კურიოზით მოგიყვეთ, ესე იგი მაშინ პრეზიდენტი კლინტონი გახდათ, რომელიც იღებდა ჩვენს ეს ბატონ შევარდნაძის და დელეგაციაში გახდით და ესე იგი ისე მოხდა რომ შევიდა ჩვენი დელეგაცია თეთრ სახლში, იქ პრეზიდენტი კლინტონი ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი ამ შეხვედრისთვის და ამიტომ მოსაცდელში ასე ვთქვათ დაგვაბინავეს და ველოდებით როდის უნდა შევიდეთ და მე ამ დროს ზოგადად აი ჩემი ჯერ კიდევ საუნივერსიტეტო ცხოვრები და მოყოლებული გეოგრაფები ვართ ჩვენ და ასე ვთქვათ აი ცნობის მოყოლება ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ვიდეო კამერა მაქვს ჩემი საკუთარი შეძენილი და ასეთ შეძლებს დაგვარად ამ ვიზიტებისში მონაწილეობის დროს თან რაღაცებს ვაფიქსირებ და მათ შორის ეს შესული ვარ ამ ვიდეო კამერით თეთრ სახლში და იქ ახლა უშავშობი სამსახურია, მოდი მეუბნება რომ იცოდეო ამის ხმარება არ შეიძლება აკრძალულია, არ იხმარო როდესაც დატოვებ თეთრ სახლს, ხო, მაშინ შეგიძლია მისი ხმარება ანუ აგიგრძალეს გადაღება. ხო, უბრალოდ ოვალურ დარბაზში, არავითარ შემთხვევაში, ხო და ამ დროს იმ მოსაცდელში მე რაღაცები 1-2 კადრი დავაფიქსირე. ხო და ახლა ეს ნერვიულობს, გონია რომ კი გავიგე ახლა მისი ნათქვამი, მაგრამ შეიძლება დამავიწყდეს ან დაარღვიო. რამ კიდე მოვიდა და მითხარ იცოდა იქ რომ შეხვალო, ეს არ გააკეთო არავითარ შემთხვევაში და დაიწყო შეხვედრა და მე ნორალებოდა მე ასე ვთქვათ ვიყავი ეგეთები note taker-ი, ანუ საუბრის ჩამწერი ვიყავი და ვიწერდი ყველაფერს და შეხვედრის მიმდინარეობისას ნათქვამის და შემდეგ და მე რომ დასრულდა ეს შეხვედრა და უკვე რომ წამოიშალნენ ეს პრეზიდენტებიც ადგნენ, ეს დელეგაციები წამოდგნენ, ამ დროს ავიღე ჩემი კამერა და ბოლო წამებს
ვცდილობ რომ ამას ჟარგონზე ქვი იშუსტრე. გამოდის. ხო და ესე იგი ამ დროს ახლა იმიტომ რომ კარები დახურულია ოვალური დარბაზი და ის ვერ მხედავს მე ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი და ესე ვიღებ და ამ დროს ესე იგი უკვე პრეზიდენტი კლინტონი აცილებს შევრდენს და ესე იგი ჩაგვიარა საზე გვერდზე და უცებ რომ დაინახა კამერა კლინტონმა ვა თქვენ აქ ფილმებსაც იღებთ და ასე იუმორით და ჩამიარა გვერდზე და ამ დროს წავიდა კარებისკენ ის კარებიც გაიღო და რა თქმა უნდა პირველი ვინ შემოიჭრიდა ოთახში იყო ის უშიშრობის სამსახური აბა რა ხდებავი ხო და რო შემიხვდა მხედავს მე კამერით ხო და მოკლედ აი რო უკვე გავდივარ და ხო გითხარიო მე შენ რა უნდა გადაგიღო რა გამიგეო რას მეტყვი ხო და ამ დროს უკვე გასვლა ეგეთ და საერთოდ მე იქ კორტეჟამდე მისვლა და ჩაგზმა წამებში ხდება იმიტომ რომ ყველაფერი წუთწუთია დათვლი და 20 სწრაფი ნაბიჯებით გავხდი შენ დასაჯელად და დაცვას არ ეყო დრო კი მოკლედ მე იქ პროტოკოლის წესები დავარღვი მაგრამ ნუ ესე ვთქვათ ხო და ახლა ამჯერადაც მე რამდენჯერმე მომიწია რა თქმა უნდა ბერჯერ უბრალოდ ასე ვიტყოდი საში ყოფნა ხანდახან მეუღლესთან ერთადაც როდესაც მიღებებია და ეს პროტოკოლი ითვალისწინებს ოჯახებით ადიჯერმე ხოლმე დიპლომატიკურს წარმოადგენლებს და მოკლედ ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო ჩვენი სტუმრობის იქა ნუ მე აქვთ ერთ-ერთი ესეთი ოთახი სადაც ხდება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, სადაც თავს იყრის ინფორმაციები დახურულია რაღაცა როგორც ვთქვი 9 ლიტურზე, რამოდენიმე კარები უნდა გაიარო, რომ იმ ოთახში შეხვიდე და ეს ძალიან დიდი სივრცე არ არის, დახურული სივრცეა და ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ამ ყველაფრის ნახვის. არჩილ ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა ეს ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიც და კონკრეტულად ის მისიაც რომელიც თქვენ გქონდათ ესე მარტივად ამოსაწური მოსათხრობად ნამდვილად არ არის თქვენ რაც ბრძანეთ ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ალბათ თუ აი ამ სფეროში არ მოღვაწეობ სხვანაირად საიდან გეწოდინება თქვა რა და როგორ შეიძლება რომ მოხდეს ვფიქრობ რომ ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ რომ მაყურებლისთვისაც ასე რომ დიდი მადლობა მობრძანებისთვის შეგაწუხებ კიდევ რომ სხვა დროსაც მოხვიდე უკვე სხვა თემებზე ვისაუბროთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამოუწურავი თემა დღევანდელი საუბრისთვის დიდი მადლობა მაყურებელსაც დიდი მადლობა და დავემშვიდობები შემდეგ შეხვედრამდე